რომ გაყიდონ სიმღერები, კონცერტები ჩაატარონ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს მუშაობენ, მე თუ მკითხავთ, მე რასაც ეხლა ზედაპირულად, მაგრამ ძალიან შრომატევადი საქმიანობა, კონცერტები, თან ლაივები უნდა ატარო, თან Instagram-ს, TikTok-ს მიხედო, პოსტები გააკეთო, ვიდეოები გადაიღო, დადო და ანუ ძალიან დიდი სამუშაოა და ასევე როგორც ვიცი სამკურნალო იუმორს ანუ ზურა გუგას აქვს თავისი YouTube არხი, სადაც ძალიან სამუშაოა, რა თქმა უნდა, ანუ სახუმარო კონტენტის, იუმორისტული კონტენტის კეთება არის ურთულესი. იმიტომ რომ ყოველთვის არ გეხუმრება. ეს შენი ხუმრობები მაქსიმალურად ბევრზე უნდა იყოს გათვლილი, ხო, რომ მაქსიმალურად ყველამ გაიგოს. ვიღაცას არ ეწყინოს, ვიღაცა ზე ისე იხუმრო, რომ ნუ ხა სამკურნალო იუმორს გრამდენად გამოსდის, ეგ სხვა საკითხია, მაგათ არ აქვთ ზომაწონა ხუმრობებში და იმაში, მაგრამ ზოგადად ანუ ცალკე სამუშაოს სოციალურ ქსელში პოზიციონირება ძალიან შრომატევადია. ლაივები, პოსტები, კომენტარები, რა ვიცი, 1000 რაღაც არის, რომელიც მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, დროს და ენერგიას. ყველას არ შეუძლია ხალხნო ეგ და ვინც ამას აკეთებს, ჩემგან big respect, ვინც ეს გააკეთა და შეძლო, აი ურთულესი საქმიანობა. ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმიანობა, მე თუ მკითხავთ, სოციალურ ქსელებში, ეს ვთქვათ, ანუ გასართობად რო შემოვდივართ, ეგ კიდე სხვა არის და არის ხალხნო, ვისთვისაც ძირითადი საქმიანობაა და შემოსავლის წყაროა სოციალური ქსელები და მაგათაც ახლა დილიდან საღამომდე მაგაზე ფიქრი, როგორი კონტენტი შექმნან, როგორი აუდიტორიაზე იმუშაონ, მე ამ აუდიტორიიდან როგორ მიიღონ, რა ქვია, ნახვები, გულები, რეპოსტები, ასე შემდეგ, როგორ მოიყვანონ რეკლამის დამკვეთები, როგორ მოელაპარაკონ რაღაცეებზე და ნუ მოკლედ 1000 საფიქრელია ხალხნო და თქვენ რა გონიათ ახლა სამკურნალო იუმორი და მუზეები ძალიან ბევრს მუშაობენ ამ ხრივ. მიუხედავად იმისა, ახლა მე მომწონს არ მომწონს, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ეს ადამიანები ძალიან ესე ბევრს მუშაობენ და საერთო კონტენტიც მაგ მუშაობის ნაწილია, ასე რომ არაფერი მაგაში ცუდი არ არის, ანუ არ გამოდიან ესე და რაღაცეებს არ იმაშვებიან, რა ქვია, მე არ ვთვლი რომ იტყუებიან რაღაცას, უბრალოდ საერთო კონტენტს აკეთებენ და ეს საერთო კონტენტი, რადგან ადამიანებს უფრო აინტერესებთ რომანტიულ ჭრილში, ესენიც ასეთ რომანტიულ რაღაცა საერთო ვიდეოებს დებენ, სხვა არაფერი. ეს არ ნიშნავს, რომ შეყვარებულები არიან. სიყვარულობანას თამაშის გარეშეც შეეძლოთ საქმიანობის გაკეთება, ზურაბს თავიდანვე მოწონდა დიანა. ანა გოგოლაძე, ხალხის დაკრეთა იყო ეს რომანტიული კონტენტი, იმიტომ რომ რადგან თავიდანვე ესეთ იმაზე მოდი ვთქვათ, რომ ცალ-ცალკე ეგეთი საინტერესოები არ არიან და ერთად კიდე რაღაცა უფრო ნახვებში წინ მიიწევენ, ასე რომ ძალიან კარგად მესმის კაცო მაგათი. გვანცა ყველაფერს იგონებს ის ოთხეულიო, სამუშაოამ არ იგონებენ ხალხო, ეგ არის მაგათვის სამუშაო, ცდილობენ რომ კონდეთ სტაბილური შემოსავალი. აი რა ვიცი ხა ხალხო მაგას რანაირად არაფერი ცუდი მაგაში არ არის. სოციალური ქსელებიდან შემოსავლის წყაროს გაკეთება ძალიან კარგი რამეა, უბრალოდ ძალიან რთულია და მასეთი მარტივი არ არის, როგორც ერთი შეხედვიდან ჩანს. ზურას გევონების გოგო დიანა არ არის, ზოგი თანხმები 100%-ით.